მინდა რომ თქვენი ამბავიც გაიხსენოთ, ახლა თქვენ ბოლო დღეებში დაპატიმრებული იყავით. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, რა მოხდა, როგორ იქცეოდნენ დაპატიმრების დროს და დაპატიმრების შემდგომ? გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და აქედან მინდა მივესალმოთ თქვენს ტელემაყურებელს და ბიჭებს მინდა გამხნევება უშურო, იმიტომ რომ იმის იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში წლის ბოლოს უკვე ყველა თავისუფლები იქნებიან და არ დავტოვებთ მათ იქ. ჩემი დაკავება მოხდა 2 სექტემბერს, საკმაოდ რთული დღე მქონდა ეგ. პირველი დაიწყო სასამართლოში, სადაც გვათრიეს. პირდაპირ მნიშვნელობით გვათრიეს, რასაც ქვია მანდატურებმა. მანდატურის უფროსი რო არის მატიაშვილი. პირდაპირ მნიშვნელობით მანდატური მესროლა და წიხლებით გამომაგდეს შერმაქედან. მერე იყო შუა დღეს პოლიცია მათრია წულუკიანის დასკვნის მერე. ოღონდ ფეხშიც მირტყეს, აგენ ნამჩნევებიც მაქვს, რომ ნამეტანი დიდი ფრთხილები ქონდა, რომელიღაც თანამშრომელს და მტკიცებულება მაქვს შარვალის დროს სისხლიანი იყო. გზაში რომ მივყავდი დაჭერის დროს მარჯვენა ფეხში მირტყამდნენ და იქიდან რო გამოვედით გუშინ ჩემი პროცესი დაწყებული არ იყო, ისევ მანდატურებთან მქონდა შეტაკება და მანდატს ისევ მათრიეს, რა ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ იმათ ხელი რო შეუბრუნოთ, სისხლის სამართლით გაგვიშვებენ და იმათ კიდე აქვთ ყველაფრის უფლება ამავდროულად. სასამართლო თქვენ ელოდებით აი მე პროცესებს, რომელიც უნდა განვითარდეს სასამართლოში. მე პროცესი გადამიტანეს 8 სექტემბერს, იმიტომ რომ სამუშაო საათები უკვე გასული იყო მაგასთან დაკავშირებით და აი არ ვიცი. კარგი მოლოდინი პირადად ჩემზე ნამდვილად არ მაქვს. თავისთავად როგორ იქცეოდნენ პოლიციელები უშუალოდ დაკავების დროს? აი რა იყო, რა ხდებოდა, რამეს გეუბნებოდნენ? დაკავების დროს ყველა იყო აგრესიული. პირველ რიგში ის იყო, რომ უფორმოები გვაკავებდნენ, რომელიც არ აქვთ უფლება რეალურად. გზაზე არ ვიდექით, ვაფშე გადაკეტილიც არ მქონია გზა. გვარდიულიდან გვაკავებდნენ ყველას და კიდე ის იყო, რომ სასამართლოში რომ მიგვიყვანეს დილას ყველას გზის გადაკეტვის ჯარიმები მოგვივიდა. რომელიც აბსურდული იყო, რა თქმა უნდა. 5,000 ლარიანი ჯარიმები, ხო? ხო, ეს ჯარიმები უკვე ისე არიგებენ, როგორც არაფერი. არ თითქოს 5,000 ლარი ხო არაფერი არ არის ამ ქვეყანაში, აბა როგორც ერთმა დეპუტატმა თქვა, ხო რაღაცა 5,000 ლარი დააჯარიმესო და რა უჭირთო, ხო, მათო ამ შემთხვევაში. ბევრი ხალი დაიჭრეს სხვა შორის და ძალიან აგრესიულები იყვნენ მათ მიმართ. კი, ორჯერ მეტი დაიჭრეს. თქვენაც ნახეთ რუსთაველზე ესეც რომ მოგვუყეთ ამ დროს, იმიტომ რომ უშუალოდ მომსწრე ხართ ამ ყველაფერს. რუსთაველზე მე რაც ნახე, მაგ დროს შემეგობრებს იჭერდნენ და ერთი გზიდან მეორე გზაზე გადავიქეცი, რომ იქნებ დავხმარებოდი. მაგრამ მაგ დახმარებაში აქეთ მეც მათ ხელში აღმოჩნდი და მათრიეს. აი ერთმანეთის მიყოლებით გვათრევდნენ და ეგ იყო, აი რა ეგეთი არ გაუკეთებიათ. გასაგებია. ლაშა, მადლობა ძალიან დიდი.